მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში ირაკლი წარმოგიდგენთ წიგნს, რომელზეც წინა გადაცემაში უნდა გვესაუბრა, მაგრამ დრო არ გვეყო და ვერ მოვასწარით და მეორე ნაწილში მე წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო სტუმარს, რომელიც უკვე მეორედ სტუმრობს ჩვენს გადაცემას და რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალი სტუმარი და საერთოდ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ლიტერატურული სივრცის წარმომადგენელი. ელისო ფანცხავა, რომელმაც თარგმნა პოლ ოსტერი, შერვუდ ანდერსონი და კარელ ჩაპეკი, რომელზეც ასევე უკვე ვისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში. ირაკლიმ დაიწყოს და შემდეგ მე გავაგრძელებ უკვე ელისოსთან ერთად. მოგესალმებით. ეს წიგნი, რომელიც დღეს მე უნდა წარმოვადგინო, წინა გადაცემაში მარის უნდა წარმოვადგინა, მაგრამ ძალიან გამეხარდა, რომ მე მხვდა მაინც წილად ისეთი დიდი ადამიანის ნაწარმოებების წარდგენა ქართულად, როგორიც ვოლტერია. ღმერთი რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონებია, თქვა ვოლტერმა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვოლტერი რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონებია კაცობრიობას, რადგან კარგად დაიწყე. მადლობა. რადგან ეს ადამიანი, ეს ფიგურა შეიძლება ითქვას, არა მარტო ლიტერატურული, არა მხოლოდ ფილოსოფიური, არა მხოლოდ პოლიტიკური, მოკლედ ზოგადად ვოლტერი ფიგურა, რომ არ ყოფილიყო, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამყარო დღეს ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის. ალბათ ზედმეტი იქნება ხა პოლიტიკურ პროცესში, ევროპა განსაზღვრავს დანარჩენ მსოფლიოს ყოფასაც, განსაკუთრებით მე-18 საუკუნის ევროპაა და ევროპაში მომხდარი უდიდესი ამბავი, რასაც ფრანგული რევოლუცია ჰქვია, თუმცა ფრანგული რევოლუცია სამწუხაროდ ვერ მოესწრო ვოლტერი, თუმცა ჩანასახს ნამდვილად მოუსწრო და არა მხოლოდ ჩანასახს, არამედ ბოდიში გაგაწყვეტინებ, შეიძლება კარგიც იყოს, რომ ვერ მოესწრო, იმიტომ რომ საფრანგეთის რევოლუციამ ისეთი იმედგაცრუება მოუტანა ვოლტერის მეგობრებსა და თანამებრძოლებს და იმდენად დიდი ფრუსტრაცია, მრისხანება, რაღაც მარცხის შეგრძნება გამოიწვია მათში, რომ მთელი ეს განმანათლებლების ეპოქა საბოლოოდ ერთი დიდი იმედგაცრუებითა და დეპრესიით დასრულდა ამდენად, იმიტომ რომ საფრანგეთის რევოლუციას მოყვა დიდი ტერორის წლები, რომელ პერიოდში მომხდარმა საშინელებებმაც განმანათლებლებს თავი აგრძნობინა რაღაც გარკვეულწილად დამნაშავეებად და ხო წვლილის შემტანება და მოსაშინელებაში. კი, გაითანხმები. უბრალოდ მე მაინც იმას რზევრჩები, რომ ვოლტერი გაცილებით მეტი იყო თავისი მნიშვნელობით, ვიდრე თუნდაც ფრანგული რევოლუცია და ფრანგული რევოლუციის შედეგები, იმიტომ რომ ის მთელი მისი ცხოვრების და კარიერის განმავლობაში თესავდა არა მხოლოდ იმ ასპექტს, რასაც რევოლუცია მოჰყვა, არამედ ზოგადად სააზროვნო ჩარჩოებს არ ღვევდა ზოგადად და ამ სააზროვნო ჩარჩოების ღვევამ არა მხოლოდ რევოლუცია გამოიწვია, არამედ ზოგადად განმანათლებლობის მხრივ მთელ ევროპას მოსდო ეს თავისი, არ ვიცი, უდიდესი ძალა, იმიტომ რომ ვოლტერი არა რაღაც მხოლოდ ფრანგული მოვლენა, ხომ? ეს ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ის იძულებული იყო ჯერ ინგლისში წასულიყო საცხოვრებლად. იქ ძალიან დიდი კვალი დატოვა და იქედან ძალიან ბევრი წამოიღო, ალბათ ყველაზე მეტი ინგლისიდან წამოიღო ვოლტერმა. შემდგომ იძულებული იყო გერმანიაში ეცხოვრა და საბოლოოდ მას აკრძალული ჰქონდა ფაქტობრივად საფრანგეთში ცხოვრება და ცხოვრობდა შვეიცარიაში. აი გადაღმა, ღობის გადაღმა ცხოვრობდა, რადგან აქეთ ვერ გადმოდიოდა და ოღონდ იმ პირობებში ცხოვრობდა, როდესაც მას სიცოცხლეშივე საფრანგეთში ძეგლებს უდგამდნენ. მაგრამ თვითონ ვერ ჩადიოდა იქ, სადაც ძეგლებს უდგან. მოკლედ, ვოლტერი არ არის რაღაც ესეთი ვიწრო ეროვნული ღირებულების მქონე ფიგურა. ვოლტერი არის ზოგად საკაცობრიო. ცოტათი ვიტყვი მის ბიოგრაფიაზეც. მე-17 საუკუნის ბოლოს დაიბადა 1694 წელს და გარდაიცვალა საკმაოდ მცხოვანი იმ დროისთვის, მე-18 საუკუნისთვის 84 წლის ასაკამდე ჩვეულებრივი მოკვდავის მიღწევა არ იყო უბრალო ამბავი, მაშინ საკმაოდ დაბალი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა მეფეებზე და დიდებულებზე, ეს ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე იძულებული გახდა, რომ ადგილი შეეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის დირექტორიც კი იყო ერთი პერიოდი, შენ ვიცი, რომ ბევრი გაქვს ამ თემაზე ნამუშევარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემს ვოლტერს წარმოვადგენ
ძალიან. კი ბატონო, არც მიფიქრია შემოდავება. ვოლტერის ფიგურის განსაზღვრაში, როგორც თქვი, ძალიან დიდი როლი ითამაშა ინგლისელმა მოაზროვნეებმა. მას შემდეგ, რაც იძულებული გახდა, რომ ინგლისში გადასულიყო, იქ გაეცნო ლოკის ნამუშევრებს, ნიუტონს გაეცნო და ამის შემდგომ მისი პირველ რიგში, რადგან წიგნებზე ვსაუბრობთ, მისი ლიტერატურაც ძალიან შეიცვალა, ასე შეიძლება ითქვას და სვიფტის გაცნობის შემდგომ მის ლიტერატურაში, აი მის ფილოსოფიურ ლიტერატურაში შემოვიდა ზღაპრების ელემენტები. შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან ვთქვათ, რომ ფანტასტიკის ელემენტები შემოვიდა, მაგრამ მოდით თავის დროზე როგორც ეწოდებოდა, ზღაპრული ფილოსოფიური ზღაპრები შემოვიდა მის შემოქმედებაში, რადგან სვიფტის გავლენა იყო ძალიან დიდი მასზე და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იგრძნობა, თუნდაც აი იმაზე მინდოდა მეთქვა, რომ საბჭოთა დროს ქართულად იყო გამოცემული, აი ლეგენდარული წიგნია ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემს სანათლებს მაშინ ყველას ჰქონდა წაკითხული ეს სერია იყო მსოფლიო ლიტერატურის და ამ სერიაში იყო გამოცემული ვოლტერი, სადაც შედიოდა სამი შესანიშნავი ორი აქედან ზღაპარი იყო, ფილოსოფიური ზღაპარი, ერთი კიდევ ძალიან სერიოზული ასევე ნამუშევარი. ასენი იყო კანდიდი, ზაგიდი და ბაბილონის პრინცესა. აი ბაბილონის პრინცესა არის ჩემთვის ერთ-ერთი, მიუხედავად რომ კანდიდი ალბათ ყველას მირჩევნია, არა მარტო ვოლტერის შემოქმედებაში, არამედ ძალიან ბევრი მწერლის შემოქმედებას მთლიანად. ბოდიში გაგაწყვეტინებ, ჩემი და ირაკლის ნაცნობობის გარიჟრაჟზე. სანამ ჯერ კიდევ სახელი არ ერქვა არც ურთიერთობას და არც გრძნობებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ. მახსოვს როგორ აღმიშფოთ და თვალსა და ხელშუა, როგორ ბაბილონის პრინცესა არ გაქვს წაკითხულიო და ვეუბნებოდი რომ კაცო ეს ზადიგი წაკითხული მაქვს, კანდიდი წაკითხული მაქვს და რა გინდა დამანებე თავი მეთქი, მაგრამ ისე აღშფოთ და მეგონა აი აქვე დამშორდება ახლა და აღარაფერი აღარ იქნება აღარასდროს. ჩვენს ცხოვრებაში საერთო მომავალი არ გველოდება მეთქი იმდენად გააბრაზა ამ ფაქტმა რომ ბაბილონის პრინცესა არ მქონდა წაკითხული. ხო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ბაბილონის პრინცესაში ფაქტობრივად მსოფლიოს ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია მოყოლილია ზღაპრული ელემენტებით. აი იქ დიდი ხენა, ქორწილია და აი იქ ისეთი ხალხი ჩადის, აი არ ვიცი, მართლაც ემოციის გარეშე შეუძლებელია ამ ნაწარმოებზე საუბარი და ეს არის ზუსტად სვიფტის გავლენა, რასაც ვამბობდი, ზღაპრული ელემენტების შემოსვლა თხრობაში. ოღონდ ეს ზღაპრული ελემენტები არაფერს აფუჭებს, პირიქით, უფრო რაღაც არ ვიცი, აი ზღაპრულად ახსაქმელად აქცევს მკითხველისთვის ნაწარმოებს. ნუ კანდიდზე და ზოგადად აი იმაზე რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ამაზე არ ვიცი, საუბარი ალბათ შეიძლება დაუსრულებლად, იმიტომ რომ აი ოპტიმიზმი ლიტერატურაში ალბათ ვინც შემოიტანა იყო. ვოლტერის მოგონილია. კი, ნამდვილად და ეს აი ფრუსტრაცია ახსენე და არაფრუსტრირებული ადამიანები, რომლებიც ბოლოს აი დედაბერს ნახევარი უკანა ნაწილი მოჭრილი აქვს, ყველანი გაუბედურებულები არიან და მაინც იმ აზრზე არიან, რომ ყველაფერი რაც ხდება, მაინც უკეთესობისკენ მიდის. აი ეს იდეები ზოგადად ძალიან ეხმიანება რომლებიც მეტაფორებია. კი, მე-18 საუკუნის საფრანგეთს ძალიან კარგად ეხმიანება, იმიტომ რომ ადამიანები სრულ არ ვიცი სისასტიკეში ცხოვრობდნენ, აი სრულ უიმედობაში ცხოვრობდნენ თითქოს, მაგრამ აი იმ ჟაკებს, რომლებიც აწყობდნენ რევოლუციას, მათთვის მაინც რაც ხდებოდა, აი ეს ყველა მკვლელობა, ყველა დასჯა, ყველა გადაღვრილი სისხლი მაინც უკეთესობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იყო და ამაში ვოლტერს, რომელსაც ერთი ძალიან საინტერესო მოთხრობა აქვს ამავე მაშინ ამ კრებულში, რომელსაც დღეს წარმოვადგენ და რომ ამ მოთხრობას ჰქვია კითხვის საშინელი მავნებლობის შესახებ და ძალიან მომეწონა. მეც წიგნთან დაკავშირებით ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი რამ ვოლტერის ერთად არ გამოცემულა არასდროს და ახალი თარგმანია ვალერი ოთხოზორიას თარგმანი. ვალერი ოთხოზორიას თარგმანს, ოთხოზორიას როგორც მთარგმანს ჩვენ უკვე ვიცნობთ მარკიზ დე სადიდან, შემდეგ კიდევ თარგმნა რაღაცეები, მაგრამ აი მარკიზ დე სადის თარგმანი მე განსაკუთრებულად მომეწონა და აი ვოლტერიც მართლა შესანიშნავია, შემიძლია ვთქვა მომეწონა. კი, ნამდვილად აი არ ვიცი, ისეთი თარგმანია აი ვოლტერის ენას, რომ აი ძალიან უხდება იმ ეპოქას, ძალიან ადეკვატურად გადმოგცემს, კი. და აქ საუბარია მოკლედ ამ მოთხრობაში, რომ
იუსუფ ყერიბი წყალობითა უფლისათაი წმინდა ოტომანების იმპერიის მუფთი, რომელსაც ჩამოაქვს აი ესპანეთს და იტალიას შორის ფრანკო-რომად წოდებული სახელმწიფო არისო, აქ ჩამოაქვს საბეჭდი მანქანა. და ანათემას შედეგად მუჰამედმა და ჩვენ კეთილად მივიჩნიეთ დაგვეგმო, აგვეკრძალა და ანათემისთვის გადაგვეცა წიგნ-ბეჭდვის ზემოხსენებული ჯოჯოხეთური მანქანა. ქვემორე სახელდებულ მიზეზთა გამო. პირველი, აზრთა გაცვლა, ცხადია აღმოფხვრის უვიცობას, რაც მცველი და მფარველია ყოველი სამკვიდრო სამეფოისა. მეორე, ძალზედ სახიფათოა, რომ დასავლეთიდან ჩამოტანილ წიგნებში აღმოჩნდეს რაიმე სოფლის მეურნეობასა და სახელოსნო წარმოებაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს მეურნეთა და ტექნიკოსთა გენიას აღანთებს, გაიზრდება მათი წარმოება, ისინი გამდიდრდებიან და ერთ დღესაც სულის სრულყოფასაც მიჰყოფენ ხელს. შეუყვარდებათ ის, რაც სათემოა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა სწავლებას. ოღონდ აქ მუსლიმობის ნაცვლად უნდა ვიგულისხმოთ კათოლიკური ეკლესია და ევროპული ყოფა, იმიტომ რომ ზღაპარია ესეც კი. სწორედ ეკლესია იყო, კათოლიკური ეკლესია იყო იმ პერიოდში, ვინც ებრძოდა განათლების და სიტყვის გავრცელებას და ვინც გუტენბერგი შეაჩვენა და ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებს წიგნები არ ეკითხათ. კი, თუნდაც ეს საბოლოოდ წიგნბეჭდვა გამოიწვევს იმას, რომ ჩვენში გაჩნდება ისეთი ისტორიული წიგნები, რომლებშიც არაფერი იქნება სასწauლებრივი. ანუ რეალური ისტორიებს გაიგებ. მოკლედ, ვეღარ დაიმონებენ ადამიანების გონებას. ისტორია ვეღარ გაყალბდება. ხო, იმიტომ არა, ამ შემთხვევაში გაყალბებაზე არა, ყოველთვის ხომ აი იმდროინდელი კათოლიკური ეკლესია, რა ვიცი, სიღარიბეში სული თუ ხდება, ეს ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში იმაზეცაა საუბარი, რომ აი კათოლიკური ეკლესია მუდმივად ადამიანებს ეუბნებოდა, რომ აი ადამიანები კი არ გადაწყვეტდნენ ისტორიულ მომენტს, არამედ უქცებს ზეციდან ჩამოვიდო და რაღაც, ოღონდ ეს ადამიანები უნდა დამორჩილებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას, რომ ზეციდან რაღაც ჩამოსულიყო, ვინც უშველი და მოკლედ მიბმული ყავდა და სხვათა შორის, როდესაც ვოლტერზე ვსაუბრობთ, რომელიც იმდროინდელ სამეფო ხელისუფლებას, იმდროინდელ კათოლიკურ ეკლესიას მიწასთან ასწორებს. ამ შემთხვევაში ვოლტერი არ გვევლინება როგორც რელიგიის მოძულე. ის დეისტია, მას უნდა და თვითონ თვლის, რომ აუცილებელია არსებობდეს ღმერთი ადამიანებისთვის. ოღონდ შეგვქმნა და დაგვანება თავი. დანარჩენ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ. და ამ შემთხვევაში მას იმისთვის სჭირდება ევროპულ ქვეყნებში ღმერთი, ანუ ბრჭყალებში იმისთვის სჭირდება, რომ ეს იყოს ადამიანების სამართავი მექანიზმი, ანუ შიში არსებობდეს და მე რითიც დავიწყე დღევანდელი წარდგენა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონებია, მაგრამ არა ეკლესია ამ შემთხვევაში. მოკლედ ძალიან რთული ფილოსოფიური მსჯელობის საგანია, რა თქმა უნდა, ვოლტერი და მისი შემოქმედება. მაგრამ მაშინ ძალიან საჭირო იყო ასეთი იდეები, ხო? რეალურად უნდა გათავისუფლებული იყო აზროვნება. კი, იმიტომ რომ როდესაც მეფე გამოსცემს კანონს და ის ღვთისრჩეულია, რომელსაც აქვს ზეციური მანდატი, ეს ზეციური მანდატის არსებობა ყოველთვის პრობლემა იყო დასავლეთ ცივილიზაციისთვის, იმიტომ რომ თქვათ ჩინეთში, მაგალითად აღმოსავლეთის ცივილიზაციებში ხელმწიფეს არ ჰქონდა ზეციური მანდატი, ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა ჩამოეგდოთ, რომლის შვილიც არ იკავებდა მამის თანამდებობას, ანუ მეფობას. დასავლეთის ცივილიზაციაში, ანუ ევროპაში სულ სხვანაირად იყო, მემკვიდრეობითი იყო და ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ამ სამყაროს მეფეები, ჩემი შვილი, იმიტომ რომ მას ჩემი სისხლი აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამით განსხვავდებოდა ეს დასავლური ცივილიზაცია და აი ამას ებრძვის ვოლტერი, აი ამ მეფიანობას ეძებს და ებრძვის და გეუბნება ხალხს, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვის როგორი სისხლის დიუზდის ზარღვებში, ცისფერია სისხლი თუ ჩვეულებრივი წითელი. ეს ყველანი ვართ ფაქტობრივად ასე იწყებოდა ლოზუნგებით საფრანგეთის რევოლუცია, ყველანი ვართ თანასწორები და ნებისმიერი ჩვენთაგანი იქნება შეიძლება იქნას არჩეული დანარჩენების სამართავად ამ შემთხვევაში არჩეული. მოკლედ რევოლუციის იდეა ზუსტად ეს იყო, რომ თანასწორობა იყო ერთ-ერთი მთავარი სამთაგან ლოზუნგი და ვოლტერი ამას შეეწირა, შეიძლება ითქვას, აი ამ იდეების. ვოლტერი არ იყო მარტო ამ განმანათლებლობაში, მასთან ერთად იყვნენ მოიხსენიებენ როგორც წესი რუსოს და
დიდროს და ლამბერს მანამ უფრო რუსოს კი იმიტომ რომ პერიოდში განაწილებული ქონდათ სფეროები თან და რუსო და ვინსად იბრძოდა მოკლედ ამ კრებულზე კრებული გამოცემულია სერიაში რომელსაც ქვია კიდევ 15 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ რომელშიც სარატოსტრაც ვნახე მაგ სერიაში აი გადაცემისთვის რომ მოვდიოდი და რაღაც წიგნები წამოვიდა მაღაზიაში. საოცარი წიგნები შედის. გოგოლის მკვდარი სულები, დედის ოთახი, ოსტინის ემა, დიუმას ქალი ხავერდის ყელსაბამით. მოკლედ, საუკეთესო წიგნებია შესული და ეს კრებულიც ნამდვილად დიდი ამბავია, რომ ქართულ ენაზე ვოლტერის ასეთი კარგი კრებული გვაქვს. ქონდა როგორც ვთქვით მანამდე 3 ნოველა და ამას დაემატა აი ეს კრებული რომელშიც 2 4 6 8 10 მოთხრობა შედის და ეს 10 მოთხრობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან იმისთან მიუხედავად რომ ვოლტერია საბოლოოდ მაინც ჟანრული ცვლილებები არის და მოკლედ მე ელისოსთვისაც მჭირდება დრო აუცილებლად იმიტომ რომ ხშირად არ გვეძლევა ხოლმე შანსი რომ ასეთი კი გაცხარების გარეშე შეიძლება მადლობთ რომ მისმენდით ახლა კი დრო დავუთმოთ ჩვენ სტუმარს ძალიან საპატივსაცემო სტუმარს დიდი მადლობა ირაკლი ძალიან საინტერესო იყო მართლა შენი საუბარი ვოლტერის შესახებ ვცდილობ ხოლმე რომ სწრაფად მოვასწრო ბევრი რამე და ამ შემთხვევაში ხო მიუხედავად იმისა რომ შენ სწორად აღნიშნე მე ბევრი მაქვს ასე ვთქვათ ნაკვლევი ვოლტერის იმ ეპოქის და მისი შემოქმედების შესახებ მაინც იყო დღეს რაღაცები რაც ახალი იყო ჩემთვის და მადლობა ამისთვის შენ ნაკვლევი გაქვს მე მიყვარს შენ გიყვარს ესაა განსხვავება მადლობა და დაგიბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად როგორც უკვე წინასწარ ვთქვი დღეს სტუმრად გვყავს უკვე მეორედ გადაცემა ბიბლიოთეკაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მთარგმნელი ელისო ფანცხავა. ელისო ფანცხავა, რომლის თარგმანებითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ და ვიცი რომ მხოლოდ მე არ ვარ ასე. გამარჯობა ელისო. გამარჯობა მარი. დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრე ძალიან მიხარია შენი კვლავ ნახვა ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ საოცრად საინტერესო ადამიანად და მოსაუბრად მიგიჩნევ და ვიცი რომ მკითხველით დიდ ინტელექტუალურ სიამოვნებას იღებს შენი მოსმენით. მკითხველი კი არა, მაყურებელი და მკითხველი ხომ საერთოდ შენი თარგმანების. ელისო, ორი სიტყვით მინდა რომ ვისაუბროთ კარელ ჩაპეკის სალამანდრების ომზე. ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა ეს წიგნი, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით ასეთი საჩუქარი მოულოდნელი სიხარული თუ გვეწეოდა და გადაცემაში თუ გნახავდი და რადგანაც ასეთი კარგი შემთხვევა ჩამივარდა ხელში რომ თავად მთარგმნელი მოვიდა და მთარგმნელსაც შეუძლია რომ წიგნზე ისაუბროს, მინდა რომ შენც შენი კუთხიდან, შენი პერსპექტივიდან გააცნო მკითხველს ეს წიგნი, იმიტომ რომ მაინც არ არის ძალიან ნაცნობი ავტორი ქართველებისთვის და კარგი იქნება თუ შენც სინათლეს შემოიტან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, შენთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ამ გადაცემაში მოსვლა. რაც შეეხება ჩაპეკს, შენი არ იყოს ჩაპეკის მიმართ ჩემი სიყვარულიც ადრე ბავშვობიდან დაიწყო. მე ჩამევარდა ხელში ქართულად თარგმნილი მისი რამდენიმე მოთხრობა. ამათგან ორს დღემდე ვიყენებ ჩემ სტუდენტებთან, ეს არის დონ ჟუანის აღსარება და რომეო და ჯულიეტა და როდესაც ფაბულასა და სიუჟეტზე გვაქვს ხოლმე ლექცია, აი მაშინ მომყავს მაგალითად როგორ შეიძლება ნასესხები ფაბულა აბსოლუტურად გარდაქმნას ავტორმა ისე მახვილგონივრულად და მოულოდნელად როგორც ამას აკეთებს ჩაპეკი. შემდეგ იყო მისი დედა, რომელმაც დამარწმუნა რომ ამ კაცს აქვს უნიკალური უნარი, რასაც მე ლიტერატურაში ძალიან ვაფასებ. ერთდროულად შექმნას ძალიან სასაცილო და ამავდროულად ძალიან სევდიანი გულის ამაჩუყებელი ჭეშმარიტ და ტრაგიკული ნაწარმოები. წიგნი, რომელზეც დღეს ვლაპარაკობთ, ვფიქრობ, რომ ორივეს ძალიან წარმატებული ნაზავია, რადგან დასაწყისში ძალიან მიმხიარულე თარგმნის დროს, განსაკუთრებით როცა ეს ფსევდო-ჰოლივუდის ვარსკვლავის სცენები მიდიოდა, ვიხალისე, თუმცა შემდეგ, როდესაც ძალიან ისეთი მეცნიერული ენით ობიექტურად ყოველგვარი ზედმეტი გაზვიადების და ტრაგიზმის გარეშე არის აღწერილი თუ როგორ ექცევიან საბრალო სალამანდრებს, ამას მკითხველი თავად ნახავს. ეს იყო ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ტექსტი, შესაბამისი ემოციებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ემოცია, რაც ჩემამდე მოვიდა ჩაპეკის ამ ტექსტის კითხვისას,
მივიტანე მკითხველამდე. უნივერსალური წიგნია ვიტყოდი, ეს არ არის მოდი ესე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან, ან მხოლოდ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტთან მორგებული წიგნი. მე ვკითხულობდი იქ რაღაც მონაკვეთებს და აბსოლუტურად ჩვენი დღევანდელი ყოფა მედგა თვალწინ. სწორედ ეს ზუსტად ერგება აი ეს ჩინეთით ვაჭრობის თემა, როდესაც ყველა ქვეყანა მზადაა რომ ხელი გადაიბანოს და ჯერ როგორ იწანასწარმეთ ყველა თავადეს მიუნხენის ხელშეკრულება მალევე მისავე ქვეყანას დაატყდა ეს ყველაფერი თავს. და მე შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ სამყაროშიც ბევრჯერ შეიძლება ასეთ რაღაცას წავაწყდეთ. და ის რომ რაც ლაიტმოტივად არის ამ ტექსტში, რომ ყოველთვის შეიძლება ადამიანის სიხარბის და უგნურების იმედი გქონდეს, დღევანდელ სამყაროზეც სამწუხაროდ მართალია, ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს. მე მგონი ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც ზოგადად ლიტერატურა აინტერესებს, ვისაც ტექსტი მხოლოდ რაღაც საინტერესო დრამატული შინაარსი არ არის, სადაც აუცილებლად ბოლოს მიჯნურებიან ერთად იქნებიან ან დაიხოცებიან რაღაც მსგავსი. ყველამ ვისაც აინტერესებს კარგი ხარისხიანი სატირა, ფილოსოფიური ნაზრევი ლიტერატურაში, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს. დიდი მადლობა ელისო და იცი რა მინდა გკითხო. შენ გამომიგზავნე ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა, რომლის YouTube ბმული, რომლისგანაც მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ამან შთამაგონა შემდეგი კითხვის დასმა. შენ რომ გკითხონ მე-20 საუკუნის 20 ყველაზე დიდი დისტოპია დაასახელა, იქ მოხდებოდა ჩაპეკი? თუ არა? აუცილებლად მოხდებოდა ჩაპეკი. არმენ ზაკარიანი, ვინც არის წამყვანი ამ გადაცემის, რომელიც შენ ახსენე, არის ფენომენი ლიტერატურული, რომლის ყველა გადაცემას ველოდები სულ მოუთქმელად და ჩემი და ჩაპეკის ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე ეს გადაცემა იყო ნამდვილი საჩუქარი. ჩემთვის ნამდვილად იქნება არა თუ 20-ელში, არამედ 5-ელშიც და მეტიც ვთვლი, რომ ეს არის დისტოპიის და უტოპიის ფარგლებს მიღმა დაწერილი ტექსტი, როგორც აი ვთქვათ, იგივე სვიფტის გულივერის მოგზაურობა. რთულია, რაღაც ჟანრი რომ კი ბატონო, თითქოს ისიც ითქვა, რომ ერთგვარი აი ჟანრის ფუძემდებელიც არის, მაგალითად მოკიუმენტარი, ანუ mock documentary, ანუ ეს პაროდიული ფსევდოდოკუმენტური ტექსტის ნამდვილად შესანიშნავი ნიმუშია. ჩემთვის როგორც მთარგმნელისთვის ძალიან საინტერესოა ჟანრული მრავალფეროვნების კუთხით. რადგან აი ყველანაირი ტექსტი შემხვდა. იქ იყო საკმაოდ კარგი სოციოლექტი, რომელსაც მოხერხება უნდოდა და გადმოტანა მეზღვაურების ენა. თავად კაპიტნის მეტყველება, კაპიტნის შერეული მეტყველება, რომელიც ჩემთვის ნაცნობია, რადგან ჯოისის ყველა სპეციალისტი ერთდროულად რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს და ურთავს ხოლმე გამოგონილენებზეც ხო? კი ბატონო, ურთავს ხოლმე საუბარში და ძალიან საინტერესო იყო ამ კუთხით მუშაობა. ასევე ძალიან საინტერესო იყო, რომ აი ეს ფსევდომეცნიერული სტილის აკადემიურობა არ დამერღვია და მთელი ის საშინელება სწორედ აი გულგრილი სტილის მიღმა მეჩვენებინა, რაც ამ ტექსტში ხდება. რამდენაირი ენა რომ არის წიგნში და იყო ძალიან საინტერესო. ამ შემთხვევაში მე 3 ტექსტი მედო გვერდ, რადგან ორიგინალთანაც ვამოწმებდი ჩეხურთან და აღმოაჩინე, რომ ინგლისური თარგმანი გარკვეულწილად რაღაც მომენტებში ცდება. შემდეგ დავიდა გვერდით რუსული თარგმანი, ალბათ ენების მსგავსების გამო თუ სხვა მიზეზების გამო ეს რუსული უფრო ზუსტად მიყვებოდა. ანუ ერთდროულად 3 ტექსტი მქონდა გაშლილი და ეს იყო თან თარგმნა, თან ლინგვისტური ძიების ძალიან საინტერესო პროცესი. და არ ვიცი, მე ძალიან მისიამოვნე პროცესით იმედი ამ კითხველსაც ასევე მოეწონება. მეც დიდი იმედი მაქვს და ამ ჟანრულ მრავალფეროვნებაზე რომ საუბრობდი, ხშირად პირველი ჟანრი რაც უწერია ხოლმე აი სხვადასხვა წყაროებს რომ გავეცანი არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ეს არ მომწონს რა ეს განსასხვრება. ეს ჩემთვის sci-fi-ს ნამდვილად არ შეეხება და ძალიან მიკვირს პირველი ყოველთვის ეგ წერია ხოლმე. არა. მგონი თავადაც არ ეთანხმებოდა, თავად უტოპიასაც არ ეთანხმებოდა მე როგორც ვიცი და აი ზუსტად არმენის გადაცემაში არის შესანიშნავად დასასრული, ეს გამოირჩევა ეფექტური დასასრული ხოლმე თავისი გადაცემის. დასასრული არ მომისმენია. და აი ამბობს რომ ადარებს ყველა მანამდე არსებულ ტექსტს და შესანიშნავი დისტოპიების მაგალითები აქვს ამ გადაცემაში ჩამოთვლილი და ბოლოს ამბობს რომ ჩაპეკი ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან არ შექმნა არაფერი ხელოვნური დამატებით ისეთი რაც ჩვენ ყოფაში არ არის. მან აიღო ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა და დაამატა პატარა 120 სანტიმეტრის სიმაღლის არსება და მერე ადამიანებმა თავად საკუთარი ხელით შექმნეს დისტოპია.
და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ამ ტექსტში ვხედავ, რასაც ტექსტი მეუბნება ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ადამიანის ბუნებაზე და ის მართლაც ადამიანური თანაგრძნობა, რომლითაც ბოლოს მთელი ამ უბედურების მთავარ გმირს ემშვიდობება, ეს ხო ძალიან გულისამაჩუყებელი ჩემთვის, როცა ამას ვკითხულობდი და ვთარგმნიდი. დიდი მადლობა ელისო, შენს სხვა თარგმანებზეც მინდა რომ გკითხო. ახლა უკვე ჩაპეკიც რომ დაემატა პოლ ოსტერს, შარლოტ პერკინს გილმანს, შერვუდ ანდერსონს, თუ რამე გამომრჩა. გთხოვ გამახსენო. მანამდე იყო არამხატვრული ტექსტები ასევე. რადგან ჩაპეკიც დაემატა, მე მგონი ერთხელ უკვე კითხე და თავიდან დავსვამ მკითხვას, ყველაზე რთული რომელი იყო? და თან ყველაზე საყვარელიც რომელი იყო? ბარემ აქვე. ყველაზე რთული მაინც შერვუდ ანდერსონია, ვფიქრობ, რადგან შერვუდ ანდერსონის ენა, შერვუდ ანდერსონის გამჭვირვალობა არის საშინლად რთული გადმოსატანი და კიდევ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბოლომდე მოვახერხე ნამდვილად, რადგან ანდერსონს აქვს ძალიან გამორჩეული სტილი და როდესაც ცდილობ, რომ ეს სტილი შეინარჩუნო და არ შეალამაზო, ბეწვის ხიდზე უნდა იარო. ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ჩაპეკის თარგმნა, რადგან როგორც გითხარი, ენობრივად ძალიან გავერთე. ყველაზე საყვარელი ოსტერი დარჩება პირველ სიყვარულად ალბათ, რაც არ უნდა ვთარგმნო, ოსტერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია და მისი წიგნის ყველა გმირი საკუთარ შვილივთ მიყვარს. ელისო, ახლა რა თარგმანებზე მუშაობ, თუ შეგიძლია რომ გაამხილო? ახლა ვმუშაობ და მალე იქნება იმედია, მაგრამ მოდი არ დავასახელებ და კარგი. გამომცემლობას და წიგნს ძალიან მნიშვნელოვან წიგნზე, ძალიან საპასუხისმგებლოა, დროში გამეწელა და მგონი ყველა დედლაინს გადავაბიჯე, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წიგნი გამოვიდეს ისეთი, როგორიც ეკადრება და მკითხველმა მიიღოს მართლაც სერიოზული ნამუშევარი. მოხიბლული ვარ ამ ავტორის სტილით, იგი ახერხებს, რომ ძალიან რთულ სამეცნიერო თემატიკაზე კარგი ბელეტრისტის ენით წეროს და ძალიან საინტერესო მასალა მოგაწოდოს წმინდა ლიტერატურული კუთხითაც. შემდეგი რაც გეგმაში მაქვს, ეს დიდი ხნის სურვილია, რომ თარგმნო, ეს არის ელიზაბეთ გასკელი, კრენფორდი, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს არის რომანი, სადაც პატარა ქალაქის მთელი მშვენიერება არის ასახული და წელს კონფერენცია გვაქვს ყოველწლიური ბრიტანეთში შექსპირის ასოციაციის და რადგანაც იორკშია, გადავწყვიტე, რომ მანჩესტერით გავბრინდე და მანჩესტერში აუცილებლად უნდა ვნახო გასკელის სახლ-მუზეუმი, მისი ხელნაწერები, ეს ალბათ კარგი შესავალი იქნება თარგმანის დაწყებისთვის. საინტერესო მოგზაურობას გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბევრი გაქვს სასაუბრო, თან მე არასდროს ვიღლები შენი მოსმენით და ალბათ ყველა ეგრეა, ვისაც ეს ბედნიერება აქვს, რომ მოგისმინოს, მაგრამ აი ვხედავ ახლა უკვე რომ დრო ამოგვეწურა და სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობო, მაგრამ მე ვიცი რომ კიდევ გვესტუმრებით გადაცემაში, დარწმუნებული ვარ ამაში. და დაგემშვიდობები შენს და დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.